სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. უფალი ღმერთი, რომელიც გამოუთარგმანებელ არს, გამოუკვლეველ, მიუწვდომელ და უხილავ, სახიერია ჩვენ კაცთა მოდგმის მიმართ, რომელიც ქნული ხელთა მისთანი ვართ, რომელიც ხატად და მსგავსად თვისად შექმნა უფალმა ღმერთმა. და ეს გამოვლინდა მათ შორის იმაში, რომ თავისი დიდების ნაპერწკალი უჩვენა თავის უმწვერვალეს მოციქულებს. ამას არაერთი მნიშვნელობა ჰქონდა, თუ რად გამოუცხადა დიდება თვისი ქრისტე მაცხოვარმა მოციქულებს და მათ შორის პეტრეს უთხრა, ოდესმე მიიქეც და განამტკიცე ძმანი შენი. მრავალმნიშვნელოვანი იყო უფლის ნათქვამი. მოდით თანმიმდევრულად წმინდა წერილის მიხედვით მივყვეთ, რად მოიმოქმედა ეს უფალმა და რა აზრი და დანიშნულება ჰქონდა მას. ახლოვდებოდა რა ღნება და წამება ჯვარცმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მან რამოდენიმეჯერ იწინასწარმეტყველა, რომ ძეკაცისა უნდა მიეცეს, მოიკიცხოს და ჯვარს ეცვას. ანუ თავისი მხსნელი ვნებები გვიწინასწარმეტყველა. და მათ შორის, როდესაც უკანასკნელ გამოთქვა ეს წინასწარმეტყველება, დაასწინა თითქოს სხვათა შორის ასეთი სიტყვებით, როცა კერძო საუბარი ჰქონდა თავის მოციქულებს. არა ხალხის წინაშე იდგა, არამედ თავისი კერძო მოციქულების წინაშე. დაასწინა მას შემდეგიც. არიან თქვენ შორის ვიეთნიმე, რომელთა არაიხილონ გემოის სიკვდილისა, ვიდრე არიხილონ ძეკაცისაი მომავალი სუფევითა თვისთა. სხვა მოციქულებთან პატარა სახესხვაობით არის ნათქვამი მომავალი დიდებითა თვის და მომავალი ძალითა თვის. ეს არსებითად ერთი და იგივე არის. ერთის მოსმენით შეიძლება გააზრებით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამაში იგულისხმა თავისი მეორეთ მოსვლა, დიდებით მოსვლა. მაგრამ არა, ამაში იგულისხმებოდა ის დიდება, ნანა ხელს მიშლი. როცა ვქადაგებ, ამდენ წრიალებ, მოძრავო. ეს შენი საქმეა, მესმის და მორჩილებაა. მაგრამ მორჩილების დროს და ადგილას ჟამს შეასრულე რა. ესე იგი რა გამოდის, რომ არ უსმენ, წრიალებ, წრიპინებ, მეც მიშლი მრევლსაც ხელს. საერთოდ მიკვირს აი ამდენ გზის, ამ სახის შენიშვნა თუ დამლაგებლებისთვის, თუ მგალობლების წიგნისკენ მრევლისთვის მიმეცია. თუ ესე იგი დასკვნები არ უნდა გააკეთოთ. მე რომ ჩემს რას მე ვამბობდი, თქვა ბიოგრაფიას გიყვებოდი, მაშინაც კი მოგრძალება უნდა გამოიჩინო, იმიტომ რომ მე ვარ თქვენი წინამძღვარი, მოძღვარი, მამა, სხვანაირად რო თქვა ქრისტეს მიერ. და როცა აქ საქმე ეხება ღვთის სიტყვას, ყოველი სული უნდა იყოს სიაწეული ზეცისკენ და ისმენდეს. ამიტომ შეგვაგონებს ეკლესია ხშირად წირვალოცვის განმავლობაში სიბრძნით მოხედენ და ევქარისტიის კანონში საერთოდ სულიად უჩვეულო სიტყვებს ამათგან განსხვავებულს გვაქვს. ანუ როგორც მანამდე რომელი ქერაბინთა საგალობელში მოგვიწოდა ეკლესიამ, რომელი ზეციურ ქერაბინებს დავემსგავსენით, ყოველივე მსოფლიო დაუტევს. რატომ? 900 ანგელო, რატო სწორედ ქერაბინებს ახსენებს ეკლესია ამ შემთხვევაში? იმიტომ რომ წმინდა მამად პავლე მოციქულის, დიონისი არეპაგელის საზოგადოებრივ ეკლესიის სწავლებით ქერაბინები, რომელიც პირველი უმაღლესი ტრიადის ანგელოზები არიან, თავის თავში ჩვენთვის და თვით ანგელოზთათვის მიუწვდომელი სახით ღვთის დიდებასა და სიბრძნეს ატარებენ. ესე იგი ნახეთ რას მოგვიწოდებს დედა ეკლესია, ვის უნდა დავემსგავსოთ? სიბრძნის მატარებელ ანგელოზებს, რომელიც თავის თავში ატარებენ ღვთიურ დიდებას. იმიტომ რომ არსებობს განწყობის ესეთი ფსიქოლოგიაც რა. თუ არ განეწყობე შვილო, ვერც მოისმენ, ვერც ღვთის სიტყვას, ვერც საფრთხო სიტყვებს წირვალოცვისა და ასე შემდეგ. და დედა ეკლესია სახლიდან იწყებს შენ მომზადებას, რომ აქ იდგე ზიაწეული სული წირვალოცვაზე. აი მაგალითად წმინდა მამები გვარიგებენ, ღამით რომ გამოგეღვიძება, წამოჯექი, თუ ვერ წამოდგები, პირჯვარი გადაისეხე და ადიდე უფალი. თუნდაც ამ სიტყვებით დიდება ის შენ და ღმერთო, დიდება ის შენ და ღმერთო, დიდება ის შენ და ღმერთო. თუ უკვე დრო არის მოწეული, ნუღარ ინებიურებს საწოლში გასავლის ეკლესია, წამოდექი, მოწესრიგდი, დადექი, სამადლობელი ლოცვები ერთის მხრივ აუვლინე
უფალ ღმერთს, რომ ღამე მშვიდობით გაგატარებინა და ცოცხლებში დაგტოვა და მეორეს მხრივ მადლი და ძალა ითხოვე, რომ ამ დღეს დაცული და დაფარული იქნე ბოროტისაგან, რომელიც გავარვარებული ისვრებს გვესვრიან დაუღალავად სხვადასხვა ვნებებისა და შეუფერებელი გულის სიტყვების, გულის თქმების სახით. მერვე ამ ლოცვების შემდეგ, როცა ემზადები ტაძარში წამოსასვლად, კიდევ ერთი ლოცვა უნდა თქვა. გზავრულად უნდა თქვა ლოცვები, საერთოდ კარგია იესოს ლოცვების დაემგზავრულ, მოკლედ რო ვსვათ. მერვე ტაძარში რო შემოხვალ ფსალმონის სიტყვებს ამბობ, შევიდე სახლსა შენსა შიში და შენ საკუთარ თავს განაწყობ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დაწესებულება ან შენობა. ეს არის ღვთის სახლი და ყოველგვარი კეთილი მოგრძალებით და ღვთის მოშიშებით ქეთ დადრეკილი უნდა შემოხვიდე ღვთიური დიდების წინაშე. დიახ, ზეციური ანგელოზები და ღვთიური დიდებით არის ყოველი შულისმიერად ნაკურთხი მართლმადიდებლური ტაძარი. ჩვენ არ ვხედავთ, არ ნიშნავს, რომ არ არსებობს. მე ბევრ რამეს მილიარდობით გალაქტიკებს ვერ ვხედავ. ვერც პლუტონს, ვერც იუპიტერს და ასე შემდეგ. მაგრამ ვიღებ მეცნიერულ მიღწევებს, რომ ეს ასეც არის. ასევე რწმენის ნიჭით აღვიარებ, რომ არსებობს უფალი და მისი დიდებით არის აფსილი, მისი სახლი, რომელიც იკურთხა და მირონცხებით, არა მარტო ლოცვები ითქვა, მირონცხებით ნიჭები მიენიჭა სულიწმიდისა. შემდეგ სეფის გვერდს როცა ვაგზავნით, ცოცხლის თუ მიცვალის შესატყვისი ლოცვა ეთქვით, თითოეულ ხათან, მაცხოვრის ხათან რა ლოცვა ეთქვით, ღვთისმშობლის, ამა თუ იმ წმინდანის, ასე და ამგვარად ჩემო საყვარელო, სარეცელი და ნაქამდე გექმნება ლოცვითი განწყობილება. თუ სწორად ასე მოიქცევი. თორე ნუ ეხლა მე ხო ვიცი რა ზოგიერთები გზაში მორბიან, მანქანით მოდიან და გზაში იწმევენ წინდებს, ფეხსაცმელებს და ასეთი უთავმოლო და მოუწესრიგებელი ეგრეთ წოდებული მორწმუნეებს. ჩემთვის ეს არის ყოვლა წარმოუდგენელი. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ უფალი ყოფილიყო მოუწესრიგებელი, ან ღვთისმშობელი მარიამ, ან რომელიმე წმინდა. ყოვლა წარმოუდგენელია ეს ჩემთვის. ამიტომ ამბობს, პავლე ერთი მათგანი ამ წმინდანები და მობაძავ ჩემ და იყენით მოგმართავს ვიცარცა მე ქრისტესი. აი რატომ უნდა ვიბაძოთ ღვთის წმინდანებს? იმიტომ რომ ისინი ღვთის თავად ღმერთს ბაძავენ. და საერთო მადლით ღმერთები არიან უკვე და ნეტარებენ სათავეში და ბუნებითი ღმერთის ყოვლადწმინდა სამების დიდებასა და ნეტარებაში. სიტყვა შორს გაგვიტაცა, მაგრამ ფიქრობ უადგილო არ იყო. ყოველ შემთხვევაში გავთხილდით. წირვა ლოცვაზე არ შეიძლება ისევე იყოს, როგორც ნებისმიერ სხვა სახლსა თუ დაწესებულებაში. ეს არის განსაკუთრებული ადგილი. გარდა მაგის, აი სატანა ამბობს, მე ვარ თავადი ამ სოფლის. ტაძრები რომ არ ყოფილიყო და ცალკეული წმინდანები, ანუ ღვთისმოსავი ადამიანები, კაცობრიობა მალევე დაიღუპებოდა, სულ ერთიანად. აღარ აქვს მნიშვნელობა გარყვნილებით, შიდა ომებით, მსოფლიო ომებით, ის დაიღუპებოდა მალევე. აი რა არის მარტივად რო აგეხსნათ ეკლესია. ეკლესიას წმინდა იოანე ოქროპირი და წმინდა მამები ადარებენ ხომალდს, რომლის გემბანზეც ვართ მორწმუნეები. ეს ქრისტეს ეკლესია, ეს ქრისტეს ხომალდია, მესაჭე ქრისტია. ასეთი ხატის კი არსებობს საიდუმლო სახე ეკლესიისა, რომელსაც ჯამით უშავთ ბოროტნი ძალნი. და ქრისტე არის ესე იგი თავშიზის ამ ხომალდისა, ის არის კაპიტანი, დღევანდელი ენით რო ვთქვათ, მესაჭე გემისა. ღვთისმშობელი ხელებ აპყრობილი, ის არის ესე იგი საფარველი ამ წმინდა ეკლესიისა და წმინდანები გემბანზე და კრებსით მოიაზრებიან ყოველი მორწმუნე ადამიანი, რომელიც ამ ცხოვრების აბობოქრებულ ზღვაში მისურავს, მიაპოვს რა ტალღებს, რომელიც ხშირად ზვინვარია და გვისხამს წყალს გემბანზე და მიხავს ყუდრო ნავსაყუდელში. ამიტომ თუ ასეთი გზნობით განვიმშვალებით, რაც ჭეშმარიტებაა, რა თქმა უნდა, ჩვენ ღვთის მოშიშებით ვივლით ტაძარში და ვიდგებით და ვადიდებთ ღმერთს. თქვენ ალბათ იცით, რომ არა მარტო თქვენი პირადი ანგელოზი, ყავს რა ეკლესიას ტრაპეზის ანგელოზი, აი ესენი ციწერენ, ვინ როგორ ადიდებდა უფალს, როგორ იქცეოდა, რა გულის სიტყვები ქონდა. აი მალე წირვალზე დგას და ფიქრობს ჭამაზე, სმაზე. მარხვა და დღეს კვირა, ღვინით ხსნილი არის, ზეთიანი საჭმლით. უფრო მეტი დღესფერი ცვალებაა და ხსნილი არის თევზეულით. ზოგს სიძვის ეშმაკი აკაც არ ეხსნება, იმიტომ რომ თავად არ ეხსნება ეშმაკს და რატომ დაგანებებს უკაცრავად. ეს მისი საქმეა. თუ შენ არ გებრძვის,
სატანა მას ესე იგი შემოსრავს. დავალება თავისი თავადისგან, ეშმაკისგან, რომ ესე იგი აგემღრიოს ფიქრები და ცოდვიანი გახადოს ცხოვრებაში. შენი საქმე არის ის, რომ როგორც ეკლესია, რომელზეც საუბრობდი, არის მებრძოლი ცისქვეშეთის დაცემულ ბნელ ძალებთან, იმ მადლითა და ზეციური ძალებითა თუ წმინდანები რომელიც მოგვანიჭა, ჩვენ და საცხოვნებელად, შენც ებრძოდე. ასე ნუ იქნება ქართულ ანდაზაში როა კაცი ირჩებოდა ღმერთო მიშველი ხელი დაანძრიო უფალმა გადაუსახა და გადარჩები. ის რა ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ხელი უნდა გავანძრიოთ და ჩვენ უნდა გავაკეთოთ საფრთხო სახელის მოწოდებით. და რაც აღემატება ჩვენს ძალებს, აი იქ უნდა მოუხმოთ შეწევლისათვის უფალს. და ასე არა რომ დონდლო იყო სხლის ძირას იწვედა ნატრობდე გულაბიროდის ჩამოვარდება და დაგადნება პირზე. ეს არის მცონარება, უდებება, სიზარმაცე. გასულ 4 შაბათს თვისობლის დაუჯდომლის შემდგომ სწორედ ამაზე გესაუბრებოდი საგვარელოდ რომ მე რომელი მოსაუბრე ვარ თქვენთან ჭეშმარიტებაზე სული წმინდა ჩემ ცოდვილის მიერ მე ვიქნები პეტრე, იოანე, გიორგი არ აქვს არსებითი მნიშვნელობა უფალს უყვარვარ და დღეინდელად დღემდე მიუხედავად მისი გამარისხებელი უზრუნველობებისა და ცოდვებისა გვეზრახება და გვესაუბრება და პირველ ყოვლისა ეკლესიის მიერ და ამაში ბევრი რამ მოიაზრება. სამღვდელო იერარქიაც, საეკლესიო საიდუმლოებიც და წესგანგებულება ეკლესიისა. ის ანგელოზები და ის წმინდანები, რომელიც საყურისულები არიან ღმერთსა და ჩვენ შორის. დიახ, წმინდანების მსგავსად ანგელოზთა, რომელსაც დაცემული ანგელოზების 1/3 რიცხვი უნდა აღავსო, არიან ჯერჯერობით საყურისულები ღვთისა და ღმერთსა და ადამიანს შორის და როცა ყოვლადწმინდა სამების სუფევა დადგება მეორე მოსვლისა და საყოველთაო განკითხვის შემდგომ იგი ისინი იქნებიან ქების მეტყველი მსგავსად ანგელოზებისა. ძალიან შორს გადავთხოვნა სიტყვა მოუბრუნდეთ დღესასწაულის ნამდვილ შინაარეს. მას ღმერთმა კეთილინება გამოუთარგმანებელმა და გამოუკვლეველმა უხილავმა და მიუწვდომელმა კასტმოყარებისათვის ნამეტნავით თავის ნეტარების და სიხარულის სურსლა ჩვენთვის გაზიარება გამოგვიცხადა თავისი დიდება. მაგრამ ამას ჰქონდა არა მარტო ზოგად ქრისტიანული მნიშვნელობა, კონკრეტული და კერძო მნიშვნელობაც ჰქონდა თავადი მოციქულთათვის, რომელთა მიერაც დაარწმუნებდა რა მანამდეის თავისი აღდგომის ჭეშმარიტებაში, უნდა განევრცო მთელს იმდროინდელ მსოფლიოში ღვთის სიტყვა, ანუ ეკადაგა ჭეშმარიტება მათ მიერ. მას რომ ჩვენი გადაუხვიეთ საყვარელო და მერე ნანამ შეგვაწყვეტინა რომ უფალმაც უკანასკნელად უწინასწარმეტყველა რა საკუთარი ვნება წამება დასინა არიან თქვენ შორის ისეთების რომლებიც ვიდრე სიკვდილის გემოს იხილავენ ზეკაცისას დიდებით სასუფევლით მომავალს. აი ამის შემდგომ რა არის სამი მახარებელი გვესაუბრება ფერიცვალების შესახებ. მათე, მარკოზი და ლუკა. და რა კი მათ სავსებით გადმოსცეს ეს საიდუმლოება რამდენადაც შესაძლებელი და საჭირო იყო, ამიტომ იოანე მახარებელმა, რომელსაც ჩვევია რომ ეხლა ეს დედაკაცი დილიდან დგას მოხუცებული, ჩვენი მრევლი არ არის სხვა მრევლიდან. ამიტომ მე არ მიგვირს რომ ტელეფონი აქვს ჩართული, ესე იგი წირვალოცვის დროს, რაც ყოვლად მიუღებელი არის. თქვენ მადლობა ღმერთს უპირატესად ეს უკვე გაიგეთ და შეიგნეთ როგორც ნათქვამი არის. აქედანაც შეიძლება ვიმშელოთ მის მოძღვარზე, იმ ეკლესიაზე სადაც იქ დადის, არის დისციპლინა თუ არ არის. მეტნაკლებად ახლა ჩვენ ბეჯითად ამის მტკიცებას ვერ დავიწყოთ, მაგრამ სავარაუდოდ ალბათ მაინც და მაინც იქ არ არის მოწესრიგებული ყველაფერი. ეხლა ზოგიერთი შემომყეფავს და მეტყვის როგორ მამაო თქვენთან მოწესრიგებულია 45 წელია შვილო მღვდელი ვარ ლამის და დღემდე ვაწესრიგებ. ერთია აწესრიგებდე და მეორე არ აწესრიგებდე. ან ხან აწესრიგებდე, ხან არა. ესეც მოგვეკითხება. არა მარტო რომ ის რომ ღვთის სიტყვა ვიქადაგო და ვასწავლოთ ჩვენს პრევს, არამედ დისციპლინაც. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ერთის წუთით ამ ქადაგების ჟამს
სიმყუდროვე კი არ იყოს ლაპარაკი, მისვლა, მოსვლა, სანთლების დანთება, ერთმანეთისთვის ხელის ყრა როგორც ჩვევიან, ხუმრობა, ზოგიერთი კადნიერდება, ანეკდოტებიც კი მოყვეს, ასესაც შევსწრები ვარ მე, ზოგს უბრალოდ ფლირტი აქვს გოგონასთან. ფეხი გადადებულ სკამზე ჩამომსხდართ უпроსტორ. მოგწონთ თქვენ ეს საყვარელო? არა. აი მე იძულებული ვარ, რომ ამას მივაქცევ. ჯერ ერთი ეს არის ჩემი მოვალეობა, მეორეს ბუნებითად ვარ ასეთი. მამა ჩემი იყო ზედმეტად შეიძლება ითქვას პედანტი. წესრიგის გრძნობა დედასთან ერთად მამამ ჩამინერგა და დღეს რომ დედმამას აგინებენ და ხელს ურტყამენ, ასე კი არ იყო ჩვენ დროს. ვერც კი გავბედავდი რამე შენიშვნას თუ მომცემ და არათუ შევპასუხებოდი, სახეში შემეხედა. მისი სიტყვა პირდაპირ გაგებით ჩემთვის კანონი იყო. და მადლობა ღმერთს რომ ასეთი მშობლები ყავდნენ დიდება უფალს ისე რომ თუ ჩვენ არ წარმოგვიდგენია უფალი უდისციპლინური ღვთისმშობელი და წმინდანები ჩვენ რად უნდა ვიყოთ უდისციპლინური თუ ქრისტიანად ვიწოდებით ანუ ჩვენში ქრისტეს მატარებლები მისი მოწაფეები ვართ რატომ არ უნდა ვბაწავდეთ და მათ შორის ამაშიც დღეს ეს ჩვენთვის არაფერია. ეს ცოდვათაც კი ვეღარ აღვიქვამთ. ეს არაფრად მიგვაჩნია. მაგრამ როდესაც დადგები ღვთის წინაშე, ყველაფერი მისხალ აიწონება. და ვიდრე უფალი აწონის შენს ალსა და კარგ საქმეებს, შენი სინდისი გააკეთებს ამას იმ 40-იან გზაზე გარდაცვალების შემდგომ. ეს უნდა ვიცოდეთ. ამას ხშირად ვიმეორებ. ეხლა თქვენ ზოგი ახალგაზრდა ხართ, ზოგი უბრალოდ უდარდელები ხართ და დაუფიქრებელი. თქვენთანაც მოვა სიკვდილი. და გაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა გაყვე. და არც ასაკს უყურებს მაინც და მაინც. ძირითადში რა თქმა უნდა, ასაკოვანი და მძიმე დაავადებულები კვდებიან ამ ტრაგიკული შემთხვევების დროს, მაგრამ კვდებიან, აგერ რამდენიმე ნეკროლოგი ამ კუთხეში და კვირაში წავიკითხე ახალგაზრდები. ზოგს მანქანამ დაარტყა, დინარეში დაიხრჩო. სახლში ნახეს რომ არ გამოდიოდა და უკვე ყროდაღა გვამი მისი გარდაცვალების შემდგომ. თქვენ რა დაზღვეული ხართ ამისგან ან მე? არა რა თქმა უნდა. ამიტომ ამობენ წმინდა მამები რომ სიკვდილის ხსენება ერთ-ერთი დიდი სათნოებაა. იმიტომ რომ ადამიანი რომელიც საკუთარ სიკვდილს იხსენებს თვალწინა აქვს. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ცდილობს ნაკლებად შესწოდოს. იმიტომ რომ იცის რომ პასუხი უნდა სულ რომ არ უქადაგოს ეკლესიამ და არ სმენოდეს არაფერი სინდისით ისის. გარდა მაგისა ის ცხოვრებაში ხედავს 10-ჯერ და 100-ჯერ და 100-ჯერ როგორ კვდებიან ადამიანები. მაგრამ როგორია დღევანდელი ადამიანები პანაშვიდებზეც მიდიან და უცხო კაცი რომ შემოვიდეს ვერ მიხვდება ქელეხში მოხდა თუ ქორწილში. მე სუფრასაც აღარ გულისხმობ. სუფრაზე ხო ყოველად გამოუცნობია სად მოხდი. ისეთი სადღეგრძელოებია, ისეთი შრიამული მხიარულება ერთ-ერთის მოკითხვა და სხვა ესენი არიან ფარისევლები. ეს არიან როგორც მიცვალებულის, ისე ჭირისუფლების შეურაცხყოფელი. არც მეტი, არც ნაკლები. აი ერთ მაგალითს მოვიღოთ, სიტყვა მიგრძელდება, მაგრამ მოითხოვს სათქმელი. რაღაც მოდაში შემოვიდა ეკლესიიდან გასვენება. და არა უბრალოდ წესის აგება, ჟულის კანონის მიხედვით, კაცრად რო ვთქვათ, სასაფლაოებზე იყო უპირატესად ეკლესიები, იქ უნდა მიასვენო სასაფლაოზე, დაასვენო მიცველი, წესი აუგოს და გაასვენო. საათობით კი არ ესვენოს. უნდა მიასვენო, წესი აუგონ და გაასვენო დასაკრძალად. ეხლა შემოვიდა ქალაქში განსაკუთრებით, ესე იგი, არათუ საათობით დღეები არის ეკლესიაში. რა უნდა მიცვალებულს ერთი კვირა ეკლესიაში. დღეები, ღამე. ნუ ესე მოხდა ერთხელ ვაკეში ახლობელი გარდა დაასვენ, მივედი, ნუ რა ვიცი. ნამწვევს თუ დამიჭირებთ აკროვდნენ წინკარში, სტოაში, ეკლესიის. ნაცავები იყვნენ მოსული ვიღაც ამხანაგიბე, ზოგი შეზარხოშებული იყო, ზოგი ფხიზელი, ზოგი ფრალი, ზოგი ჭორავდა, ზოგი კისკისებდა. და რა შუაში იყო მიცვალებული, მე ვერ გავიგე, ან რა უნდათ მათ ეკლესიიდან, ან მიცვალებულს, ან სოცხალს. აი ერთხელაც დაუსვი ერთ-ერთმა მოძღვარმა, თხოვა, რომ დაგვესვენებინა ესა და ეს ადამიანი. მე ვხარი დასვენება და გასვენება, ასეთი არაფერი წერია კურთხევაში მეთქი. არა, ნუ ჩემი თხოვნით და ის იყო მღვდლების მთავარი, მღვდელთავარი კი არ იყო, მღვდლების მთავარი იყო. და მეც მღვდელი ვარ, ანუ ჩემი მთავარიც იყო. უპირატესობისათვის მორჩილება ვყავი და დავასვენე, მაგრამ მალევე ვინარებ. ესე იგი მოიყვანეს დილით, რომ შუადღესაც გაესვენებინა წესი აგვეყო და ასე შემდეგ.
ერთით გენახათ რა დღეში იყვნენ აქ ეგრეთ წოდებული, ესე იგი ჭირის უფლები აქა და მოსულები რა. ძაღლი პატრონს ვერ ასწორდა. შეურაცხყოფილი და არეული იქნა ეკლესია. საშუალება არ ქონდა წესიერად ამ პარაკლისი გადამეხადა, ან აღსარება მიმეყო, ისეთი ღრიანცელი იდგა. და მე ჩემ თავს პირობა მივეცი, კი მორჩილება მაქვს მღვდლების თავრისაც, მაგრამ არა ამისა, რაც ვნახე და რაც რისი მოწმეს გავხდი. იმ დღიდან მე მღვდლებსაც აუგრძალე და საკუთარ თავსაც რომ არავინ მათ შორის მამიდაშვილობით არ იქნას დასვენებული უჟამოდ და უდროოდ ეკლესიაში. თუ წესის აგება უნდა, რა თქმა უნდა, ეს ჩემი ვალიც არის. მაგრამ არა ისე რომ ან ზოგს ეზარება სახლი არა ორიონი ხალხი რო ივლის და მოდის და ესე იგი როგორი დაბალი შეხედულების არის ეკლესია. ეკლესიაში ეს შეიძლება, იქ არ შეიძლება. ან არ უნდა ესე იგი პროჟექტურიდან გაასვენოს და ესე იგი ეკლესიაში დღეები უნდა იყოს. არც ეს არ არის მისაღები. თუ მაინც და მაინც მორჩილებაზე ლაპარაკი, ყველა დავემორჩილოთ ტვიპოს ბერძნული სიტყვა ნიმუშ წესს ნიშნავს მაგალითს, რომელიც ყველასთვის სამაგალითო სანიმუშო და აუცილებელი არის შესასრულებლად. და გამონაკლისებისთვის მღვდელთავარს უნდა მიმართო და აიღო ლოცვა კურთხევა. მას შემდეგ რაც უფალმა უკანასკნელად იწინასწარებად ყველა საკუთარი ვნება და ჯვარცმა, მას დაძინა რომ ზოგიერთი მათგანი დიდებას ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში, ღვთის დიდებას სიცოცხლეში იხილავდა. აი ამის შემდგომ რა არის მათე მახარებელთა ნათქვამი. სახარების საკითხავად სწორედ მათესაგან არის აღებული დღეს და არა მარკოვისაგან და ლუკასაგან და არქულ შემთხვევით. და შემდგომად, იმიტომ რომ რამეში მისდევენ მოციქულები მარკოსი და ლუკა მონათხრობს მათესი და მათესთან უფროსი სრულით არის გამოწვეული ერთი-ორი პატარა ნიუანსის გარდა, რომელსაც მოგახსენებთ თავის ადგილზე. და შემდგომად 6 დღისა წარიყვანა იესო პეტრე და იაკობ და იოანე ძმაიმის და აღიყვანა იგინი მთასა მაღალსა თვისაგან. მოდი პირველისა კითხვა დავსვათ, რომელ 6 დღეს გულისხმობს, საიდან ითვლის? აი, როდესაც ესაუბრა და უწინასწარმეტყველა თავის ვნებაზე, იქიდან თვლის მათე მახარებელი. მარკოსთან და ლუკასთან ნათქვამი არის 8 დღე იყო გასული. რა წინააღმდეგობა ამ მახარებლებში არა. მათე მახარებელი არ თვლის იმ დღეს, წინა დღეს, როცა უწინასწარმეტყველა, არც ბოლო დღეს. თვლის შუა დღეებს და გამოდის 6, ხოლო დანარჩენი 2 მახარებელი პირველ და უკანასკნელ დღეებსაც თვლიან და 6 + 2 რა თქმა უნდა არის 8. მაშასე აი ეს აქვს ხედველობაში, როცა 6 დღეს ახსენებს მათე მახარებელი. გარდა მაგისა, აქვე იბადება კითხვა. ყავდა რა 12 მოციქული, არა და რა იყვანა დანარჩენი მოციქულები. ისინიც ხომ ქრისტეს აღდგომის მამოწმებლები და მქადაგებლები უნდა გავხარიყო წინვალი აღდგომის შემდგომ მაცხოვრისა. ამაზე პასუხს გვაძლევს არაერთი წმინდა მამა, მათ შორის დიდი მამა, ფილოსოფი, ესე იგი ქრისტიანობის არისტოტელად წოდებული იოანე დამასკელი. კერძოდ იგი ამბობს, იუდას გამო არ აიყვანა დანარჩენი მოციქულები. და მე განმარტავს, რატომ აიყვანა ეს სწორედ ეს 3 მოციქული და არა ნებისმიერი 3. იუდა არ აიყვანა, იმიტომ რომ ასეთი იყო წინასწარმეტყველება პირველისა ესაიასგან. რამე თუ განგდებული იქნას იუდაზეა წინასწარმეტყველება და არ იხილოს დიდება უფლისა. ესე კი არა რომ უფალმა ინება და ამიტომ არ აიყვანა. უფალმა ყოველივე უწყის, როგორც ღვთივდიდებული პავლეც ამბობს, რაც კაცია. საუკუნეთა არათუ დადგომამდე, როცა მოვიდოდა იუდა დედამიწაზე, დაიბადებოდა, არამედ საუკუნეთა ყოველივე ხილული დაუხილავი შექმნამდე უფალმა როგორც ღმერთმა უწყოდა, ვინ არის იუდა და რას მოიმოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ თვით ზიარების ჩათვლით დაპატიჟა მრავალფერ სიკეთეზე, დობაც გამოუცხადა გვადრუცი, როცა ჩააბარა და ასე შემდეგ გახადა მოციქული მიბერა მოადლი, ისიც შეკრა კაცის მადლი, სასწაულქმედების, ღვთის სიტყვის ქადაგების. ვერ შეიტკბო იუდა, რატო? ბოროტი იყო და ბოხმიანი. არასდროს არ სწამდა ქრისტე როგორც ძეღვთისა და ჭეშმარიტი ღმერთი. ბოლომდის ეცადა, სულ ბოლო რომელი იყო მისი ცდელო მაცხოვრის, როდესაც აი მაგალითად შეპყრობის დროს იუდა ემთხვია და ნიშანი მისცა, მიმცემია, როგორი სევდა ამ სიტყვით ქრისტემ მიმართა იუდას, როცა იამბორა და მისა ნიშანი შეიპყარით ეგიარს ქრისტემ. მიმცემია, როგორი დანანება,
როგორი ტკივილია, როგორი სევდაა ქრისტეში, რომ ადამიანი თავად იღუპავს თავს. მასზე იუდასე იყო ნაწინასწარმეტყველი, თქვა ფსალმოში, ერთჯერ და ბევრჯერ მივედი ცოდვილთან და არაინება მიღება ჩემიო. იუდაზია ეს პირველ ყოვლისა ნაწინასწარმეტყველი და მერე უკვე ყველა ცოდვილ და უნანელ ადამიანზე. ესეც არაფერი. იუდას უკვე აღქმული ჰქონდა, ელეთ-მელეთი ჰქონდა, ხელში როდის ჩაუთვლიან საცოდავ 30 ვერცხლს. იმიტომ რომ მარიამა რო შესწირა 300 დრაქანი ღირებულების მირონი გადააქცია ქრისტეს, იქიდან იანგარიშა მისმა მზაკვარმა გონებამ რამდენს მოიპარავდა დაფარულად, შეუმჩნევლად და ესე იგი ელოდა რა დიდ შემოსავალს ნაქურდალით, რომელსაც არ გამოაჩენდა. თუმცა ის შეწირული უნდა ყოფილიყო მარიამის, როგორც თვითონ ამბობდა. და რა კი ვერ მიიღო, იმდენად ზნედაცემული და ანგარი იყო, მზად იყო თუნდაც 30 ვერცხლი აეღო და ქრისტეც კი გაეყიდა საამისო თავისი ღვთიური მოძღვარი. ერეს არაფერი. სიარებაზეც კი დაუშვა იუდა. განზრახ ხაზგასმით წარმოსხვა რას აძლევდა მოციქულებს და მათ შორის იუდას. და როდესაც იუდა იმდენად სულსწრაფი იყო და ელოდა, როდის სიეცხელება ჰქონდა ანგარს, ფულს როდის აიღებდა, ჩასტაცა ხელი გელივით პინაკში, ჭურჭელში და თავად ქრისტემ ყველას მისცა და იუდამ თვითონ ამოიტაცა ზიარება და გადასანსლა, ამას ზიარება არ ქვია. მალე გადაყლაპარო, მალე წასულიყო. ქრისტემ ნახეთ რა უთხრა. წადი იუდა, შენი საქმე აღასრულე. მოწაფები და ვერაფერს ვერ მიხვდა. მან იფიქრა, რომ ალბათ გაგზავნა პური რომ შეესყიდა, რადგან გვადროცი შეწირულობის მას ჰქონდა. ხოლო იუდა მიცოდა რას ეუბნეოდა ქრისტე და წარმოიდგინეთ, ქართულად რომ ეთქმის წარბიც კი არ შეუხრია. ეს იყო უკანასკნელი, ერთ-ერთი უკანასკნელი მცდელობა, რომ გონს მოეყვანა იუდა. მერეც ვიდრეს ქრისტეს შეიპყრობდნენ და ჯვარს აცვამდნენ, უფალი ლოცულობდა მისთვის. სინანულიშიც კი ჩავარდა თითქოს. სინანულის ნიშნად აღებული 30 ვერცხლის დააპნია, მაგრამ არ სწამდა რა ქრისტე, როგორც ღმერთი, რომელიც სიყვარულია და სიყვარულმა დაახფარის სიმრავლე, სოდვათა ჩავარდა სასოწარკვეთილებაში, წავიდა და შეცვლილება. ფორმალურად პეტრემაც იგივე ცოდვა ჩაიდინა, რაც იუდამ, ოღონდ იუდამ ანგარების გამო და პეტრემ სიკვდილის შეში და ეს ბუნებრივია, ყველა ადამიანს აქვს. და სამჯერ უარყო, მაგრამ ერთნაირად უარყოს რა ფორმალურად, იყო რა მორწმუნე და ქრისტეს მოყვარული და სწამდა ქრისტესი როგორც სიყვარულისა, ხორჩესმული სიყვარულისა, თავი კი არ ჩამოიხრჩო პეტრემ, ტიროდა და მერეც კი როცა შენდობაც მიიღო და თავმოციქულათაც იქნა დადგინებული, მთელი ცხოვრება ტიროდა თავის ამ ცოდვას, რომ ქრისტეს სიკვდილის შეშით სამგზის უარყო. და წმინდა გადმოცემაში ვკითხულობთ, რომ ამდენი ტირილესგან პეტრეს ღარები გაუჩნდა სისხლიანი თვალებთან, თვალისუფეებთან. განსაკუთრებით როცა მამალი იყივლებდა, გუნდკივნევლად იხსენებდა იმ ცოდვას, რომელიც ჩაიდინა. აი ხედავთ, პეტრეს სწამდა და უყვარდა, უფალი იუდას არ სწამდა და არ უყვარდა. ამიტომ მან თავი ჩამოიხრჩო. პეტრემ არათუ შენდობა მიიღო, სამგზის უარყოფა, სამგზის მიიღო შენდობა და სამგზის შააბარა სამსწვანო თავი გახადა მოციქულების და აღამაღლა და კლიტენის სასუფეველისანი მიანიჭა. და პეტრესთან ერთად მიენიჭა არათუ ყველა ჟულისმიერ მოციქულს, არამედ ყველა ჟულისმიერ მართლმადიდებელ მღვდელმთავარს აქვს ეს უდიდესი ძალაუფლება შეკრას და გახსნას. რაც არავის არ აქვს, თვით ანგელოს არ აქვს. ამის ხელმწიფება, რაც მის ადამიანს სამღვდელო იერარქიას მღვდელმთავრებს გულისხმობ, რა თქმა უნდა. მას ესე იგი იუდაზე იყო ესაიას წინასწარმეტყველება, რომ განგდებული იქნებოდა და მისდიდებას ვერ იხილავდა თავისი ორგულების და მზაკრობის გამო. მეორეს მხრივ მარტო იუდა რომ დაეტოვებინა და 11 აიყვანა, იყო რა ბოროტი და მზაკვარი ადამიანი, ღმერთმა იცის კიდევ რა ბოროტებას მოიმოქმედებდა. ისე ჩემს თავში წმინდა მამასთან დამასკელთან რომ ეს განმარტება წავიკითხე, ვიფიქრე, ამაზე მეტი რაღა უნდა ექნა, ქრისტე უარყო, ქრისტეს მკვლელია. ქრისტე გადასცა ჯვარცმისთვის. მაგრამ ბოროტებას ფსკერი არ აქვს, როგორც ცნობილი გამოთქმა ამბობს და არც ჯოჯოხეთს აქვს ცოდვილთა სიმრავლის გამო. მოდით ახლა მეორეს რა კი გაკვირით ვიკითხეთ, შესავალში ამ კითხვასაც გავსეთ პასუხი, რატომ აიყვანა სწორედ
პეტრე და ძმები ზებედესები, იაკობი და იოანე. იაკობი იყო პირველ მოწამე მოციქულთა შორის. იოანე ეს არის ქალწულებისა და ღვთისმეტყველების სახე. სიყვარულის მოციქულად წოდებული და ამად ამოირჩია. და იმდენად შეიყვარა, რომ საკუთარი დედაც კი უკურთხა ჯვარცმულმა უფალმა ჯვარცმის ჟამს დედობილად და დედას თვისას ნუ გეშად ამაღლდებოდა რა ზეცად ამის მერვე აღლგარი ყუდრეთით დაუტოვა შვილობილი იოანე და არანებისმიერი მოწაფე 500 და რომელიც ამაღლებამდე ჰყავდა არ თუნდაც 12 და 70 მოციქული და არამედ მოციქულის სიყვარულისა ქალწული წმინდა ქალწული. რაც შეეხება პეტრეს, ეს მომავალი თავია მოციქულების და ამათ გამოირჩია უფალმა. და უფრო მეტიც, სწორედ პეტრეს უთხრა, როგორც გაყვრით ვახსენეთ შესავალში, ოდესმე მიიქეს და განამტკიცე ძმანი შენიო. როდესაც რა იგულისხმება, იწინასწარმეტყველო რომ მას ჯვარს აცვადრენ, ასრულდებოდა წინასწარმეტყველება ძველი აღთქმიდან დავსემ წყემსი და განიბრინეთ ცხოვარნი, რომ ქრისტეს ჯვარცმით ბევრი დაბრკოლდება. მაგალითად 70-დან 70 მოციქული და ბევრმა მიატოვა ქრისტეს სამუდამოდ და მათ წილსხვები აღადგინა სული წმინდამ. ისე როგორც მატათა აღადგინა იუდასემ სული წმინდამ პეტრეს მიერ. არის რომ ზოგჯერ უხილავად მოქმედებს სული წმინდა, არის რომ რომელიმე წმინდანის მიერ მოქმედებს და აღასრულებს თავის ნებას. ამას ამჯერად არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ამა დაიყვანა ეს სამი მოციქული და მათ მიერ ყოველივე იმის მერე რაც ახსოვა ჯვარს ეცვა დაბრკოლდნენ სიკვდილის შიშით თვით პეტრეც კი იმალებოდნენ მარგოზის დედის სახლში და სხვა და მერმე კონკრეტით აღდარი უფალი ეჩვენა და ეჩვენებოდა მთელი 40 წლის განმავლობაში განამტკიცებს საბოლოოდ როცა განამტკიცა ამაღლდა ესა და იმაზე ადრე არ ამაღლდა ვიდრე არ განამტკიცა ისინი. ესე იგი მისი აღდგომის ჭეშმარიტებაში ვიდრე არ დაარწმუნა რომ ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე მკვდრეთით. მას აიყვანა მთასა მაღალსა თვისაგან. მოდი ესეც ვიკითხოთ, რომელი მთა პალესტინის მამათა დიდი ნაწილი და მათ შორის გარდამოცემა იხრება იქით, რომ ეს მთა იყო თაბორის მთა. ქონდა სიხარული, არ დაგიმალოთ მართლაც ხარბად უმზერდი, უჭვრეტდი დავინახე ან უყურებდი ძალიან უხეშად არინათ უჭვრეტდი. ჭვრეტის საგანია, რატომ? იმიტომ უფალს და მის მოციქულებს დაუდგამთ ფეხი. პალესტინაში როგორც ასეთი მაღალი მთები არ არსებობს. საქართველოს მაგალითად არის მთაგორიანი. იქ რომ მაღალი მთა ქვია, ჩვენთან ამას მაღალი მთა არ ქვიან. თაბორის მთაც მაინც და მაინც მაღალი არ არის. თაბორი ერმონია და ორიოდე მთა არის შედარებით მაღალი. წმინდა მამათა მასმეტი ნაწილი იხრება რომ ეს იყო თაბორის მთა. ეს ის თაბორის მთა, რომლის ძირშიც გადაშლილია აბრაამის გზა. ანუ გზა მიმავალი იერუსალემიდან მამბრეს მუხასკენ, სადაც საემბა გამოეცხადა მამამთავარ აბრაამს. მის ძირში თვალუწვდენელი ესე იგი ველია გაშლილი. ეს არის არმაგედონის ველი, სადაც უკანასკნელი მსოფლიო ომი იქნება. უკანასკნელი დრამატული მოვლენები, ასე ვთქვათ, გათამაშდება. მაგრამ ესე ძალიან პირობითად თქო არანაირი გათამაშება არ იქნება, დრო და სივრცე არ დაჭირდება. იმდენად არაპროპორციული იქნება დღევანდელი ენით ვიტყვი, ესე იგი სინათლის შვილების რაოდენობა და სიბნელის შვილების რაოდენობა, სიბნელის შვილები დაუპირისპირდებიან სინათლის შვილებს. მოდით ახლა ვიღაცა გავაღიზიანოთ, არა, როგორც იტყვიან. ვინ არიან ეს სინათლის შვილები? ესენი არიან მართლმადიდებლები, წმინდა მამათა განმარტები. კერძოდ, ესენი არიან აღმოსავლეთის სლავები, რუსები, ბელორუსები და უკრაინელები, რომლებიც ბოლოს გაერთიანდებიან. აი ეს ომი უკვე დასასრულს უახლოვდება, ასე თუ ისე, ვიდრე მომავალი ომი დაიწყება მალე. 7 ომი რომ იქნება, პაუზები იქნება, გადამით 7 ომი უკანასკნელი არ იქნება, პაუზები იქნება, ეგრეთ წოდებული მშვიდობა, რომელზეც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ომზე უარესი იქნება ისეთი მშვიდობა. ჩვენ ეს მშვიდობები უკვე გამოვცადეთ საკუთარ თავზე. მოკლედ, სლავთა ერთობა მართლმადიდებელი სლავებისა და აი ახლა წონ ბევრს ბაქი ბუქობენ. შეხედვრაც იყო არა გუშინ. მერე კიდევ შეიკრიბნენ. ახლა კიდევ იქნება. ხომ ბევრს იქნებენ ხელებს და მუშტებს დასავლელები და აქ წყავწყავებენ მათი მობაძავნი. და რამეს მიაღწიეს? რუსი დათვის
დასავლეთის მელას ეშინია. რატო იცი, აი რუსული გამოთქმა არსებობს, ძალიან ზედმიწევნით გამოჭრილი რუსებზე. სილა ist, wo man ihn nada. ბევრ მოლაპარაკებებს, დათმობებს და სხვას არ დაგიწყობს. საწყავული მოთმინების ფილა აევსება და გადაგივლის როგორც გამძვინვარებული დათვი. იმიტომ ეფერებიან ხან მარჯვნიდან, ხან მარცხნიდან. და წარმოიდგინეთ, რასაც უდავი ადამიანები არიან. ამაში უნდა ნობელის პრემია მიიღონ. რაც თვალთმაქცევმა, თქვათ აზერბაიჯანის და სომხეთის ხელისუფლებამ შეხვედრაზე მასთან, როცა ეგრეთ წოდებულ მშვიდობას და რამდენ ხანს გასტანს ეგ მშვიდობა, დაიმახსოვრეთ კარგად. მოაწერეს ხელი, ესე იგი პირობით უთხრეს, რომ ნობელის პრემიას იმსახურებო. ეხლა ძალიან უნდა ამ ხელისუფალს რომ მიიღოს ნობელის პრემია, ვითომ აკლია ფულები, პატივი და დიდება. და უნდა რომ როგორმე რუსი დათვი დაითანხმოს რაიმეზე. მაგრამ რუსი დათვი ამბობს, ეს მიწები იქნება ჩემს შემადგენლობაში. არც მეტი, არც ნაკლები. აი ეს არის, აი საცოდავი ომი და საცოდავი მშვიდობა. ესენი არიან მეომრები და ესენი არიან მშვიდობის ყოფილები. ვიდრე არ მოვა მთავარი მშვიდობის ყოფილი სატანა, რომელსაც ადამიანები, ასეთი ადამიანები უწოდებენ მთავარ მშვიდობის ყოფილს და როგორ მშვიდობას მოიტანს, ეს აპოკალიფსიდანაც ვიცი და წმინდა მამებიდანაც. რომელსაც ამ ეგრეთ წოდებულ მშვიდობას თავად უფალმა ღმერთმა წინასწარმეტყველებდა რა 20 საუკუნის წინათ. დღევანდელობაზე თქვა, ჭირის დღეები იქნება. თქვენს ამ მშვიდობას მოჩვენებით უწოდა ჭირის დღეები, ნამდვილი სახელი უწოდა. და კარგად ვიცოდეთ, თავს თუ მოვიტყუებთ, აღარანაირი მშვიდობები აღარ იქნება დედამიწაზე. იქნება მხოლოდ ომები, როგორც იპოლიტე რომაელი 13, ესე იგი 17 საუკუნის წინასწარმეტყველებდა, ორი სახელმწიფო რომ შეებრძოლება ერთმანეთს, ჭუას კი არ ისწავლიან, სინანულში კი არ ჩავარდებიან. არამედ სხვა სახელმწიფოები ჩაებმიან ბოლოს, ვიდრე არ მივიღებ სოფლიო ომს. აი ასეთია დაცემული ადამიანის ბუნება. ეს არის მისი მოჩვენებითი მშვიდობა. ქრისტემ სავსებით სხვა მშვიდობა მოიტანა. მშვიდობა ქრისტეს მიერ. რომელსაც ვერანაირი ომები ვერ აღაზინებს და ვერ აამღორებს. ქრისტეს მიერ მშვიდობას. ჭეშმარიტი მორწმუნე, რომელსაც მოუპოვებია ქრისტეს მიერ მშვიდობა, ვერანაირი ომები მას, ვერანაირი ანტიქრისტეს ჭირის დღეები ვერ უარაყოფინებს ღმერთს, რომელიც აღიბეჭდა მასში. რომელიც ამბობს, თუნდაც პავლეს სახით, რაიმ იყოს მე კაცმან. ასეთი ძალა არ არსებობს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი შეარყიოს და ესე იგი უარაყოფინოს ჭეშმარიტი ღმერთი. ეს უნდა ვიცოდეთ ყველა. და თუ თქვენ მოჩვენებითი მშვიდობა გიდათ, მოჩვენებითი კეთილდღეობა, მიეთი, მოეთი და ამასობაში რა ხდება? დღითი დღე ირღვნება კაცობრიობა. ფაქტიურად რომ შეხედო, კაცობრიობის საგრძნობი ნაწილი არის ფსიქიურად დაავადებული, ოღონდ არ იციან. შეპყრობილიან არიან ისეთი საგნებით, რომელიც სამარცხვინოს კია ქრისტიანისთვის. და თავსაც კი იღერებენ და იქებენ. უფრო მეტიც ეს უნდა კონსტიტუციურად დაგვიტკიცონ ჩვენ. ამაზეა წნეხები საქართველოს. მათთან ბევრ ქვეყანაში ეს უკვე მიღებულია კანონის დონეზე. ეს არის კანონი ანტისინდისიერი, ანტიადამიანური, ანტიღვთიური. და ჩვენ არანაირი თავარი ანტიქრისტეს ჩათვლით არ უნდა ვიმიღოთ. შობს სიცოცხლესა, ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი, სიკვდილი ქრისტესთვის. როგორც ჩვენმა დიდმა მეფემ გვიანდერდა ვახტანგ გორგასალმა, ქრისტესთვის სიკვდილს ეძიებდითო. ჩვენი მამა პაპანიც ქრისტესთვის, მამული სარწმუნოებისთვის, მართლმადიდებლობისთვის და მამული საქართველოსთვის, ესე იგი სწირავდნენ სულს და ათხებდნენ სისხლს. ჩვენ სიმათი გვარისანი ვართ და მოდგმისანი, არ უნდა დაგვამიწყდეს. კი, ქართველობის ნაწილი გადაგვარდა. მათი ერით ვეთქვი, ეს მათი არჩევანია. ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვიტიროთ მათზე და ვილოცოთ, რომ ღმერთმა ჭეშმარიტების შემეცნება, ღვთისმეცნიერება მისცეს. განკითხვისაგან თავის შორს დავიჭირეთ. რადგან მრავალი წინანი იქნებიან უკანა და უკანანი წინანი. გვეყოფა კია პირადად ჩვენ.
სიმწიფე, სარწმუნოებისა და დოღილი, რომ შევინარჩუნოთ იგი, ვიდრე ქრისტეს წინაშე წარსგებით, განკითხვისას. მაშასე წმინდა გარდამოცემით თაბორის მთაზე ფერიცვალებას ადგილი ჰქონდა შუაღამისას. სისკარი ახლოვდებოდა. ეხლა რატო უსვამ ამას ხაზს? თქვენ იცით, რომ მოციქულები თანამოსაგრენი იყვნენ ქრისტეს, თანამომუშაკენი, თანამოღვაწენი. განუწყვეტლი ვიარებოდნენ 3 წელიწადნახევრის განმავლობაში გალილეაში, ისრაელში, ჩვენ სახარებიდან ხედავ ფინიკიის საზღვრებთანაც კი მისულა. აი ფინიკიელის ასული რომ განკურნა თუ გახსოვთ. გარდა მაგისა უბრალოდ კი არ იარებოდნენ, ემსახურებოდნენ საკუთარი ხელებით, როგორც მოციქული პეტრე ამბობს მაცხოვარს. აი მაგალითად რომ ჩვენ გასულ კვირას ვახსენეთ 4000-ზე მეტი რო განაცო 5000 მარტო ესე იგი გამოართი აბა გამრავლებული პური და თევზი წაიღე და ესე იგი 5000-ზე მეც მიუტანე და წადი მოდი რამდენი ერთმა კომენტატორმა დათვალა მეთქი და არ მახსოვს ძალიან დიდი რიცხვი რამდენიმე 10,000 ნაბიჯი გამოვიდა და არ დაგავიწყდეთ რომ ისინი იარებოდნენ ამასთან უდაბნოში იყვნენ ჭრილში არ ყოფილან და არც მოსვენებით დამაშვრალი იყვნენ მთელი 3 წელიწადნახევრის განმავლობაში ცოტას იძინებდნენ გადიოდნენ ამ მთაზე ადიოდნენ ან ზეთისხილთას ბაღში ან რომელიმე ვთქვათ პეტრეს სიდედრის სახლში და სადაც მოეხერხებოდათ იმიტომ რომ როგორც თავადუფალი ამბობს თითქოს სევდანარევი ხმით მელსახრელი ფრინველთა ცისათა საკოფელი არ არის ძემან კაცსამა თავი მიიდრიგოს თავის მისადრეკიც არ ქონდა და როგორც გასაგებაში ვთქვით თავი იქ მიიდრიგა რისთვისაც მოვიდა სადაც უნდა მიედრიგა ჯვარზე მიიდრიგა თავი და განუტევა სული აღმოსვარა უკანასკნელი სიტყვა აღსრულდა ძალიან დამაფიქრებელი რამ არის ყოველივე ეს როცა ჩვენ ამას ვიხსენებთ ჩვენს ვერთებით ღვთისადმის სიყვარულით და მისი მიბაძვის სურვილით ვიწვით აღარ არსებობს ჩვენთვის არც ავადმყოფობა არც პატერაკები არც ტკივილები არც სულიერი თუ ხორციელი არც დევნა შეურაცხყოფა არაფერი რადგან შენ ქრისტეში ხარ და ქრისტე შენშია შეუძლებელია იყო ცუდად ასეთებს სურვილი უჩნდებათ უკვე ჩვენ ამისგან შორს ვართ ჯერჯერობით თუ ვიღაცეთ საერთოდ ასეთ სულიერ მდგომარეობას როცა უფალს ებედრებოდნენ რომ სული მათი ხორცთაგან დაეხსნა ანუ სული ამოეყვანა ხორციდან დედამიწაზე აღარ უნდა ცხოვრება მაგრამ იყვნენ რა ღვთისმონები დასტურ ამბობდნენ არა როგორც მე ვითხოვ იყავ ნებაშები უფალმა ზედმიწები თავისი დიდი სიბრძნითა და განგებულებით უწყის მზად არის თუ არა ადამიანის სული გაიყვანოს ან ვინ რატომ უნდა გაიყვანოს ყოველ შემთხვევაში იონე ოქროპირი ამბობს და გვიხსენებია სიკვდილი ყველასთვის წყალობა არის თუ მართალი მოკვდება და წავა უფლის წინაშე დიდება უფალს რომ მალე შევა სიხარულში და თუ ცოდვილს წაიყვანს ესეც სიკეთეა რადგან მეტად ცოდვის ჩადენის საშუალება არ იქნება და მეტად აღარ და თუმცა დაიშება მაგრამ ისე ძლიერ აღარ დაიშება როგორც მერმე დაიშებოდა მიამატებდა რა ცოდვებს გვაქვს პადნიერება უთხრათ უფალს მოვედი სიკვდილი მე ვფიქრობ ჯერ შორს ვართ ამისგან ამიტომ 1000 მადლობა ღმერთს რომ ცოცხლებში გვტოვებს და გვაძლევს საშუალებას შევიმეცნოთ საკუთარი თავი როგორც სოკრატე იტყოდა და აუცილებლად მივართ ღმერთის შემეცნებამდე მას აიყვანა მთად იყო შუაღამე მაგ დროს როცა მთად ადიოდნენ გაზაფხულია პალესტინაში და ძალიან ლამაზი გაზაფხული იცის მეტადრე მთის ფერდობები აღსილია ნაირფერი ყვავილები ესე იგი დამატკბობელი და დამათრობელი სურნელება იფრქვევა ირგვლივ მაგრამ აღწერა ამას გამიელვა გონებაში იყვნენ რა ამგვარად გადაღლილები ქონდათ კი იმის უნარი როგორც ვთქვი თავი ქონდათ რომ შეერძნოთ ეს სილამაზე ეჭვრიტათ და ეყნოსათ ალბათ ნაკლებად ყოველ შემთხვევაში ასია თუ ისია ეს გამაბრუებელი სურნელება იდგა როცა თაბორის მწვერვალისაკენ ადიოდნენ მიეშურებოდნენ მინდოდა მეთქვა მაგრამ ადიოდნენ იმიტომ რომ მწვერვალი იყო და ზევით უნდა არ მიდიოდნენ ადიოდნენ ეს მოხდა ნამდვილად რასაც აღწერებენ მახარებლები მაგრამ ამას ჰქონდა ალეგორიული სიმბოლური მნიშვნელობაც აი როგორც მინდა გრიგოლ პალამა ამბობს იმაზე ადრე არ გამოუჩნდათ მოციქულებს დიდება ვიდრე არ აიარეს მთა არ განმარტოვდნენ ანუ სხვა დანარჩენი ადამიანებისგან და
უფალი მათი არ მიეცა ლოცვას. აქ სწავლება თუ ჩვენს გსურს ღვთის დიდებაში ვიყოთ და ვჭრედეთ ამ დიდებას, საჭიროა დრო და დრო მაინც კერძოდ ლოცვაში, როგორც უფალი განმარტავს ერთგან, შევეც საუნჯესა შესა დახში კარი შედის შენს გულში და კარი დაახში. აი ეს იგულისხმება დრო და დრო უნდა განმარტოვდე ადამიანებისკენ. ეს აუცილებელი არის. და მიეცე ლოცვას. ესე იგი ამაუებისაგან განშორება, სულიერი ამაღლება. ლოცვა არის ნამდვილი წყაროსთვალი ღვთიური დიდების ჭვრეტისა. ამის გარეშე ადამიანი ვერც ჭვრეტს და ვერ რჩება საუკუნო თუგუნისამდე მეტადრე ამ დიდებაში. უფალი ამ გზითაც ასწავლა მოციქულებს, მაგრამ ნახეთ რა მოხდა საყვარელო. მოციქულებზე ნათქვამია ერთ-ერთ მახარებელთან, რამე თუ დამძიმებული იყვნენ ზილითა, როგორც კი ავიდნენ და უფალმა მიიწვია ლოცვა, დაიძინეს. ბევრი ამაყი ადამიანი იტყოდა, მე ამას როგორ გავაკეთებდით მეტადრე უფლის გვერდზე. მე განზრახ შეგახსენეთ, როგორი დამაშვალები, დაღლილები იყვნენ ისინი და მათში ბევრი იყო ადამიანური, მეტისმეტად ადამიანურიც კი და სული წმინდის ნიჭები ჯერ სისავსით არ მეუღ. ერთგვარი ნიჭები მიიღეს, როცა საქადაგებლად გააგზავნა აღდგომა ამაღლებამდე, კერძოდ ღვთის სიტყვის ქადაგების, კურნების და მახარებლობის, მაგრამ არა დანარჩენი ნიჭები. სისავსით ნიჭები მიიღეს, ხოლო ქრისტეს მხსნელი ვნებების გამოისობით, ესე იგი აღდგომიდან ამაღლებიდან 1000 დღესა და აღდგომიდან 50,000 დღესა და ეს რიცხვები სიმბოლურია, მიგითხარით ადრე თავს აღარ შეგაწყენთ. მეორე მხრივ ნახეთ, იქ ნათქვამია, რომ მოსე და ელიამ გამოეცხადნენ მაცხოვარს ეზრახებოდნენ განსვლისათვის. რაზე? მომავალ ვნება ჯვარცმაზე. ესე იგი უფალმა კიდევ რატომ აიყვანა სამი უახლოესი მოციქული და რა ნიშნით გამოყო, მე უკვე მოგახსენეთ, რათა მათგან ერთგვარი ნუგეში მიეღო ადამიანური თანაგრძნობა. იმიტომ მან როგორც ღმერთკაცმა უწყოდა, მოახლოვდა მისი ჯვარცმა, მისი ვნება. ეხლა ესე მოიტყვით, რომ მოჩვენებით კი არ გაიარა ეს ყველაფერი. ნამდვილად მიმცემლობაც მისი სამშვალის გაყრას ხელფეხში, ტკივილები გვერდში, გმირება ლაფრის, ყველაფერი მან ჭეშმარიტად გაჩნდნენ. პირველ საუკუნეშივე დოკეტები, გნოსტიკოსები, რომ დოკეტები გაჩნდნენ მეორე სამე საუკუნეში, ამტკიცებდნენ, რომ ქრისტე მოჩვენებით განკაცდა, ამიტომ მოჩვენებით იყო ყველაფერი მისი ჯვარცმას და ესე იგი აღდგომა ამაღლება მაშინ მოჩვენებით ყოფილა, ამბობენ წმინდანები ჩვენი გამოხსნაც ხრწნილებისა და სიკვდილისაგან. ჭეშმარიტად შეისხნა და დაემტკიცნეს ხორცლი ქრისტესთან, ყოველივე აიტანა და დაითმინა ჩვენი სიყვარულისთვის. ესე იგი ჟამერც ხანსაც კი ვერ შეძლეს თანაგრძნობა გამოეჩინათ მოციქულებს. ზალავდათ ადამიანური ბუნება, ძილმა წაიღო, როგორც იტყვია ხოლმე. თავად მაცხოვართან კი რა მოხდა? ამას ხელი არ შეუშლია ზეციურ მამასთან ელოც, ანუ ესაურა. და ამით კიდევ გვაჩვენებს, რომ ნება, როდესაც ჩვენს გვაქვს ნება, განსასწრებელი ფათერაკები, ჩვენც უნდა განმარტოვდეთ და ვევედროთ ჩვენს ზეციურ მამას. ყოვლადწმიდა სამება ღმერთს. აი ხომ ღმერთკაცია, მაგრამ ლოცულობს ზეციური მამის წინაშე, იმიტომ რომ ჰიპოსტასურობის თვალსაზრისით მამა მაღლა დგას ძეზე და სულიწმინდა ღმერთზე. და ის მამას ევედრება. ის არის სული ღმერთი და სული კაცი, ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი. ევედრება ჩვენს ასევე პირიქით ემართება ზოგიერთ ლოცვა, როცა საერთოდ ვეღარ ლოცულობენ. ბევრი დამემოწმება აღსარებას საუბრებში მოვისმენ. მაშინ თუმცა პირიქით უნდა იყოს. მამა რა ვქნა, მიჭირს ლოცვა, აი რომ გიჭირს შვილო ლოცვა, მაგრამ მამა ეკლესია გასავლის სწორედ ამ წუთებში განსაკუთრებულად გმართებს ლოცვა. უნდა თავს დალა დაატანო, თუნდა ჯვარს ეცვა და ილოცო და როცა ამგვარად ლოცულობ, იცოდე რომ მოწამის სისხლს ათხებ და ძვირფასია ეგ ლოცვა ღმერთისთვის. ჩვენ იცით რა, ძალდატანების გარეშე გვინდა, ესეთია მე-21 საუკუნე რა. ყველაფერი გვინდა უსრომელად. მუქთაყორები გახდნენ სულიერი გაგებითაც ადამიანები. ოცნებობენ ნიჭებზე, ოცნებობენ მილიონების მოგებაზე, ამაზე, იმაზე, ბინებს ყიდიან, მერე კოტრდებიან და ოჯახები ინგრევა და ზოგი თავს იკლავს და ზოგი რა, იმიტომ რომ გონება მისცა ღმერთმა და არ იყენებს. არაფრად მიაჩნია. ვნება ძალობს გონიერებას, ანუ კეთილ გონიერებას და ასე შემდეგ. ქრისტეს ეს ხელის შემშლელი ვერ გახდებოდა მათი მოძილეობა, რომ
არ ელაპარაკა ზეციურ მამასთან. რა მოხდა კერძოდ? იცვალა მაწინაშე სხვა ფერად, ვის წინაშე? მოციქულების, მაგრამ ამასობაში სხვა მახარებლები გვიმოწმებენ, რომ უკვე ჩაეძინათ, ძილმად გაიტაცა ისინი. და გაბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქნა სპეტაკ ვითარცა ნათელი. ოდენ მათემახარებელი ამბობს, რომ მისი სახე ვითარცა მზე გაბრწყინდა. მარკოზი და ლუკა ამბობენ მხოლოდ იმაზე, რომ მოელვარე თეთრი და თოვლივი სპეტაკი გახდა ქრისტეს სამოსელი ამ დროს. მათე უფრო სრულად ამბობს, რომ არა მარტო სამოსელი თავისით კი არ გაბრწყინდა. გაბრწყინდა ქრისტეს მიერ წყაროს თვალი ამ ნათებისა, ამ დიდებისა იყო ქრისტე. ისე როგორც ცოტა მოგვიანებით პეტრე რომ წინასწარ მეტყველებს და შეიცნო მოსე და ელია თვალით არასდროს უნახავ, ხატები არ არსებობდა, აკრძალულიც კი იყო მაშინ, ამიტომ ფიზიკურად როგორც იყვნენ არ ეცოდინებოდა ვინ არიან ესენი. ქრისტესაგან გამოვრთოლვარე ნათელი მიეფინათ რა, წინასწარ მეტყველების ნიჭი მიიღეს და იწინასწარ მეტყველა ვინ იყვნენ ესენი. ეს არის წინასწარ მეტყველება ერთდროულად აწყულზეც და წარსულზეც. წარსულიდან მოსულებზე იწინასწარ მეტყველა აწყულში. პეტრე მოციქულმა სული წმინდის მადლით რა თქმა უნდა. თორე პეტრეში რა იყო? ადამიანური იყო, ბევრი რამ და აგერ ადამიანური სიკვდილის შიშიდან გამომდინარე სამზის ორ თავდუფალი, რომელიც რა თქმა უნდა სწამდა და უყვარდა. დააეჩვენეს მათ მოსე და ელია მისთანა და თანაზრახვიდეს. ესე იგი, მათემახარებელი ტოვებს იმას, რომ მათ ჩაეძინათ. მხოლოდ მარკოზი და ლუკა ამბობენ. ამიტომ მრავლობითში ამბობს, რომ ესე იგი, მათ წინაშე იცვალა ფერი, მათ წინაშე ესე იგი, სამოსელი გაბრწყინდა, განათდა, მათ წინაშე გამოეცხადნენ მოსე და ელია. სინამდვილეში მათ ეძინათ ამ დროს. ეს დაასუსტეს მარკოს, ერატოა საჭირო სიმფონიურად იყიდო სახარება. რჩევად გაძლევთ, მეც ასეთი სახარება მაქვს, სადაც ესე იგი პარალელური ადგილებია, ქვეთავებად არის გამოყოფილი, დასურათებული არის, დასათაურებული არის უпроსტად თემატურად და ამას გარდა მიწერილი აქვს პარალელური ადგილები. უნდა ისწავლოთ პარალელური ადგილებით კითხვა სახარების. ეს უფრო უკეთესი არის და უფრო მეც და უფრო ღრმად შეიცნობთ სახარების ჭეშმარიტებას. ისე როგორც დღეს მეც ვისარგებლებ პარალელური ტექსტებით სახარებიდან, ამა თუ იმ სახარებიდან. დააეჩვენეს მათ მოსე და ელია მისთანა და თანაზრახვიდეს. არასუსტებს. ამბობს მათემახარებელი, რომ ესაუბრებოდნენ, სრახავდნენ მასთან, მაგრამ რაზე? ამას ამბობს მხოლოდ მარკოსი და ლუკა. კერძოდ რა ამბობენ, რომ გასვლისათვის მისა. ანუ ამ წუთის სოფლიდან გასვლისათვის, რასაც წინ უძღოდა შეეპყრობა, დამცირება, მოკიცვა, ჯვარცმა, აღდგომა, ყველაფერი ამაზე საუბრობდნენ ისინი. და ეს იყო, რა თქმა უნდა, ერთგვარი ნუგეშიც ქრისტესთვის, რომელიც სრული და ჭეშმარიტი კაცია. მოდი ესეც დავაზუსტოთ საყვარელო, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ფერი ცვალებაზე. სინამდვილეში კაცრად რომ თქვა, უფალმა კი არ იცვალა ფერი, არამედ ეს ფერი ცვალება მოხდა მოციქულთა გონებასა და ხორციელ თვალებში, როგორც გრიგოლ პალამა ასწავლის, მათ ხორციელი თვალით იხილეს ღვთის დიდება, ის ნათელი, რომელიც ზოგჯერ შესაძლებელია სხვა წმინდა მამებიც, განსაკუთრებით ჭვრეტელი ისიხასტი მამები გვასწავლიან, შესაძლებელია იყოს ხორციელი თვალითაც ხილული. არის სხვა შემთხვევა, როცა გონებაში აქვს გამოცხადება ადამიანს, ან გლოსოლალია ზეციდან ხმა ესმის, მაგრამ ვერ ხედავს და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ეს ფერი ცვალება მოხდა მოციქულებში და არა ქრისტეში. რატომ? ქრისტე გუშინ და დღეს და უკუნისამდე იგივეა, ამბობს წმინდა წერილი. ქრისტე ასეთი იყო, როგორც მათ დაინახეს ყოველთვის, მაგრამ უხეში კრეცაბელი მოციქულების, ანუ ხორციელი ბუნება, როგორც ფარდა, ფარავდა მათგან ამ დიდებას. და გარდა მაგისა, ესეც აუცილებელია დავაზუსტოთ, რომ სისავსით კი არ უჩვენა მას თავისი დიდება უფალმა, როგორც ის არის, არამედ მხოლოდ ნაპერწკალი. ძალიან მცირეოდენ, მაგრამ ნახეთ როგორი უძლურია და ვიწრო ადამიანური ბუნება, რომ ეს ნაპერწკალი უჩვენა მხოლოდ და პეტრეს და ძმები ზებედეცებით ამასობაში რომ გამოიღვიძეს და დაინახეს მათ წინაშე ეს ფერი ცვალება უფლის, ნეტარებაში ჩავარდნენ, ენით გამოუთხმელ სიხარულში და პეტრემ სთხოვა რომ აქ დარჩენილი იყვნენ სამუდამოდ.
მაშინ როცა მატრო პეტრესთვის, ივანესთვის და იაკობისთვის როდი მოვიდა უფალი, ის ყველა ადამიანისთვის მოვიდა. მათ უჩვენა, რათა განემტკიცებინა ჯვარს ვამდის და მერე მიქცეულიყვნენ და სხვები განემტკიცებინა, მოციქულები, მოწაფეები და განევრცოთ ღვთის სიტყვა და ასე შემდეგ. მოკლედ ასე. როცა გამოიღვიძეს, პეტრე იყო ბუნებით რა ტემპერამენტული ადამიანი და მათ შორის ივანესთან და იაკობთან შედარებით. იქაც როცა მაგალითად რამოდენიმე დღის წინ კითხა მაცხოვარმა გზად სლაში ვინ არის რაც ამბობენ ჩემზე ვინ არისო ქრისტე და პეტრემ ყველას დაასწრო ოქროპირი ამის ცოცხალი ბუნების ადამიანი იყო და ესე იგი ყველა სახსარება გამოდგა ანუ წარმოდგენა ქრისტეს ებრწამსი რომ ძევთისა ჭეშმარიტი ესე იგი მესია გარდა იუდასი რომელსაც არადროს არ წამდა ქრისტე როგორც მესია მაშასე აქაც პეტრემ პირველმა აღიმაღლა ხმა და თქვა თუმცა არც იცოდა რა საუბარია უფალო კეთილას ჩვენ და აქ აყოფაი და გნებავს ფრეთ აქა სამტალავა ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაისა სხვა מחარებლები ძალზედ მნიშვნელოვან დაზუსტებას იძლევიან ამასთან მიმართებაში პეტრემ ეს სიტყვები მხოლოდ მას შემდეგ წარმოს თქვა როდესაც დაინახა რომ მოსე და ელია თანდათან შორდებიან და უჩინარდებიან რა არის მათზე ნათქვამი თუ არ ვსწრები მარკოს מחარებელთან მოსესა და ელიაზე დიდებითა თვისითა გამოჩნდნენ ანუ იმ დიდებით რაც ღვთისგან მიეღო თავიანთი წმინდა ცხოვრების ჟამს და რაც აქ უნდათ აწ ამ დიდებით გამოეცხადნენ ანუ რა მოხდა ახლა უშუალოდ მათგან ქრისტესგან კი არ ეფინებოდა ეს დიდება მათ უკვე მიიღეს წმინდანები ანგელოზები აქვთ რა მიღებული ეს დიდება საუკუნოდ უკუნისამდე იმატებენ ამ დიდებას ასე კი არა რომ თქვათ როგორც წავიდა თქვათ ელია თესბელი ასეთ დიდებაში ამაზე ბევრად დიდებაში იქნება როდემდე მამაო დაუსრულებლად უკუნითი უკუნისად როგორ და რატომ იმიტომ რომ ღმერთი არის გარეშე შემოუწერელი ადამიანების და ანგელოზების ტოლვა სწრაფვა ღმერთისაკენ არის მათი სიხარულის სინათლის და ნეტარების წყარო და რამდენადაც ღმერთი გარეშე შემოუწერელია და დაუსრულებელი და უკვდავი ვერასდროს ვერანაირი ანგელოზი ვერც ადამიანი სავსებით ვერ მიუახლოვდება ღმერთს გახსოვთ გუშინი კითხებოდა ამ დღესასწაულთან მიმართებაში მოსემ რო სთხოვა ელია რომ ღმერთს თავისი დიდება ეჩვენებინა და ჩააყენა ესე იგი რა უთხრა ადამიანს არ შეიძლება იხილოს ჩემი დიდება და ცოცხლებში დარჩეთ ყვდება ადამიანი მისი დიდებისგან ვერ იტევს ვერ დაიტევს მაგრამ ნახე უარიც არ უთხრა კი წმინდანის თხოვდა ნაპრალში ჩააყენა და თითქოს ზურგით ეჩვენა რას ნიშნავს იმას რაც პეტრესთან და ზებედესთან მოხდა ნაპერწკალი აჩვენა დიდების ზურგიდან ეჩვენა ადამიანში ზურგი კი არ არის არსებითი არის მისი პირისახე თვალები გამომეტყველება როცა ადამიანი კიდე დაახასიათო არავის ზურგიდან დახასიათებას არის ნუ ეხლა თუ კუზიანია შეიძლება ეგეს თქვას იმიტომ რომ ძალიან თვალსაჩინოა კუზი ადამიანში ჩვეულებისაებ როცა ერთი ადამიანს უნდა მეორე დაახასიათოს თუ სხვები იწყებენ პირისახის დახასიათებას როგორი შუბლი აქვს როგორი წარბები აქვს მორკალული აქვს მოკლი აქვს თვალები ნუშისებური აქვს რაფერი აქვს სხვირი როგორი აქვს არწივისებური პაჭუა ნიკაპი როგორი აქვს ყურები და ასე შემდეგ არსებითად უკვე ადამიანი დაახასიათა პირისახით რომ სართქოს როგორი ხელები აქვს და როგორი ფეხი და როგორი ტანი აქვს იმიტომ რომ არსებითი ადამიანში ეს არის ესე იგი მოსე ჩააყენა და მხოლოდ ზურგიდან ეჩვენა რას ნიშნავს მხოლოდ ნაპერწკალი დიდებისა აჩვენა რაც მოსესთვისაც საკმარისი იყო და დიდებაში რა იყვანა სინასტაზე თქვენ გახსოვთ რომ ის დიდება ჩამოიტანა დედამიწაზე ადამიანები თვალს ვერ უსწორებდნენ როცა ნაპერწკალი მისცა დიდების თვალს ვერ უსწორებდნენ და მოსეს თხოვეს რომ დაეფარა პირისახე და ყოველთვის როცა ადამიანებთან გამოდიოდა სასაუბროთ ქადაგებისთვის ან წინასწარმეტყველებისთვის საბურავით იფარავდა ზეწრით სახეს რომ არ დაენახათ გესმით საყვარელო რა დიდებას აგვეთქვას უფალი და წუხეში გორაობთ და თავი გონია ნეტარებაში და მე მოდის სიკვდილი და მივდივართ იქ ვისაც უსმენდით მთელი ცხოვრების განმავლობაში სადაც არანაირი არათუ სინათლე სიხარული და ნეტარება არ არის არამედ როგორც ლაზარეს იგავშია ნათქვამი თითის მწვერვალსაც არავინ დაგვიწობს რომ პირზე მოგვისვას გამშრალ ტუჩებზე თქვენებურად ვიტყვით და მოგიკლას ერთგვარად ან ილუზია შეგვიქმნას რომ მივიღეთ სითხე წყალი გავისველეთ პირი ასე ვთქვათ როდესაც ესე იგი როდის აღმოსთქვა ეს სიტყვები პეტრემ რომ უფალო თანახე თავხედურად კი არ უთხრა ჩვენ მაგ გვინდა სამი კარა არა თუ გნებავს თავდაბლობა შეინარჩუნა ამ დიდებაში რომელსაც მოეცვა
თუ გნებავს სამ ტალავარს გავაკეთებთ. იგულისხმება ზებედესებთან ერთად. ტალავარი ძველ ქართულად ქოხს ან სხვა შემთხვევაში კარავს ნიშნავს. ერთ შენთვის, ერთს მოსესთვის, ერთს ელიასთვის. ესე იგი რა შეცდომა მოვიდა პეტრეს? მოსე და ელია მართალია წმინდანები არიან და უკვე თავისი დიდებით გამოცხადდნენ, გაუტოლა ღმერთს ყოველგვარი დიდების, წყალობის და უკვდავების წყაროს. აი ამიტომ იყო რომ ამის მერმედ მოადგა ღრუბელი ძველ ქართულად ნათქვამი აგრილობდა. რას ნიშნავს? ესე იგი დაადგა თავზე და უგრილა მათ. ირთნეს ამ და დაინახეს კიდეც ამ ღრუბლის სიახლოვე. სხვა შეცდომა რა იყო? პეტრესი როცა ეს სიტყვები უთხრა. ესე იგი რატო თქვა ეს? მას ეგონა რომ მოსე და ელია როცა წავლენ, ეს ნეტარება, ეს სიხარული შეწყდება. მას კი უნდოდა რომ საუკუნოდ ყოფილიყო. უფალი ასწავლის რომ იგი მარტო პეტრესთვის და ზებედესებისთვის არ მოსულა და ყველასთვის მოვიდა. ეს თქვენ გაჩენეთ ნაპერწკალი დიდების, გამტკიცეთ რომ თქვენ განამტკიცოთ დანარჩენი მოციქულები და იქ ადაგებოდეს ღვთის სიტყვა, ჩემს დიდებით დაბრუნებამდის. ხოლო აწკი მართებს დავეშვა თქვენით, სადაც დავტოვეთ მოციქულები, ხალხი და ყოველივე ის, რისთვისაც მოვედ დედამიწაზე, რაც უნდა აღვასრულო. და ვიდრე ხა პეტრი ამას იტყოდა, აჰა ესე რა ღრუბელი ნათლისა აგრილობდა მათ. ეს ის ღრუბელია ნათლისა, რომელიც ისრაელ ერს მოუწყოდა ეგვიპტის 4 საუკუნოვანი მონობიდან აღთქმის მიწებზე. დღე ნათლის ღრუბლის სახით ღამე ცეცხლის სვეტისა. ეს ის ღრუბელია, რომელიც წმიდათაში, რომელიც მოსევის ბრძანებით ააგო, კიდობნის მარცხნიდან მარცხნივ აღმართა, სადაც ჟული 10 ფიცარი იყო ჩასვენებული, ქერაბინები აღამართინა უფალმა და დგებოდა ნათლის ღრუბელის შორის ანგელოზთა, ქერობინთა და იქიდან ელაპარაკებოდა თავის რჩეულს მოსეს. და მოსე როცა გამოდიოდა ამის შემდგომ, გამოსვლამდე ზეწარს იფარებდა პირის სახეზე. და ხმა იყო ღრუბლით გამოდა თქვა, ესი არის ზეჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ. სათნო ვიყავ ნიშნავს მოსაწონი გავიხადე. მაგისი ისმინეთ. იგივე ხმა, იგივე შინაარსის სიტყვები, რომელიც ესმათ ქრისტე მაცხოვრის ნათლისღებეშავს იორდანესთან. გახსოვთ არა, როცა აღმოვიდა შემდგომად ნათლისღებისა მაცხოვარი, ჩვენ ახლა იქ ჩაურმავებულ ვართ ნათლისღების დღესასწაულზე, რომ ქრისტემ კი არ მიიღო სინამდვილეში ნათელი, არამედ მან გადასცა ნათელი წყალთა, წყაროსთვალთა და ჯვრღმულთა და დააწესა წინასახე მოგცა ქრისტიანული ემბაზის, ანუ ნათლისღებისა სულითა და ძალით რომ მონათლავდა ძეთაკაცისათა. ესე იგი აბსოლუტურად იგივეს უმეორებს ზეციური მამა გლოსოლალიეთ მოციქულებს. ეგ არის ჩემი მხოლოდ შობილიძე, მოსაწონი ჩემთვის, ისმინეთ მაგის, ესე იგი რაც გიქადაგა, რასაც გიქადაგებთ და რასაც მოგცემთ, მერმეს და ვიდრე საუკუნეთა დასასრულამდე სარწმუნოებით და მორჩილებით მიიღეთ და აღასრულეთ, რათა ცხონდეთ. აი ეს ამას ნიშნავდა. და ეს მარაი ესე მოწაფეთა დავარდეს პირსაზე და თვისა და შეეშინა ფრიად. სხვადასხვა მახარებლებთან რამდენადმე განსხვავებულად არის ნათქვამი. ერთნი ამბობენ, რომ როდესაც უფალი იხილეს დიდებისა, მაშინ დავარდნენ. ახლა ეს მათი მახარებელი ამბობს, რომ როდესაც ღრუბლიდან ხმა მოესვათ, შეშინებულები ქვე დაემხნენ. სხვა მახარებელი ამბობს, როდესაც ღრუბელში შესვლა იწყეს, ანუ ღრუბელი როცა მოადგა, შეეშინა და ქვე დაემხნენ. და მოუხდა მათი ესუ, როდესაც ადამიანი თითქოს გონებას კარგავს, აი როგორ მდგომარეობაშიც აღმოჩნდნენ პეტრე და ზებედესები, ვეღარ აკითხვამს რეალობას. ყოველ შემთხვევაში ჯერ უნდათ ამისი აღქმა პირველ წუთებში არ შეუძლია ვიდრე გონსარმოვა, როგორც ჩვენ ვიტყვით ხოლმე. და დავარდეს პირზე და შეეშინა ფრია და მოუხდა მათი ესუ, შეახო ხელი და თქვა, აღდეგი და ნუ გეშინით. ეს უბრალოდ სიტყვები კი არ იყო, ნუ გეშინის ცემა იყო. ამ სიტყვას უფალი ყოველთვის მაგალითად, როდესაც 5000-ზე მეტი განაცხვა უბრძანა, ნავში ჩასწნენ, შუაღამისას მომავალი იხილეს, შეეშინდათ, გადმოზახა მაშინ, ნუ გეშინინ, მკვდრეთით აღდგა და ეჩვენა, შეეშინდათ, შეძრწუნდნენ, გადაზახა, ნუ გეშინინ. ეს არის ნუ გეშინის ცემა.
ნუგეშინის სემას ადამიანი იღებს სული წმინდის მადლისაგან, რომელიც ამათვიფ სახით ვლინდება. ანუ ეს უბრალოდ სიტყვები კი არ უთხრა, ასეთი სიტყვა იხმარებოდა ამ შემთხვევაში. ნუგეშინია სული წმინდის მადლი მისცა, რომ დამშვიდებულიყვნენ, გონს მოგებულიყვნენ და სახი ქონება დაებრუნებინათ. ამას გარდა შეახო ხელის, ესეც დაშირავ. ანუ ისე თავდავიწყებაში იყვნენ შიშისგან, აქამდე დიდების ხირვი და მერმე უკვე შიშისგან ისე თავდავიწყებაში იყვნენ, რომ არა მარტო ნუგეშინის სემა დაშირდა უფალს და ხმით გაესაუბრა ეზრახა, არამედ ხელით შეახო მათ, ხელი შეახო და თითქოს გამოაფხიზლა. ანუ გამოიყვანა ამ მდგომარეობიდან. და აღარა იხილეს თვალი მათნი, არავინ იხილეს გარნა იესო ხოლო მარტო. აი როგორ არის ნახეთ ნათქვამი, აღარა იხილეს. საფეხურებივით არის. ანუ უცბად კი არ აიხელეს. ჯერ კიდევ შიში ჰქონდა, ტკი გამოვირმა, შიში ჰქონდა და აი ესე ნელა აიხედეს შეშინებულებმა, ელდა ნაკრავებმა, როგორც იტყვიან ხოლმე და არავინ იხილეს გარნა იესო ხოლო მარტოი. ვეღარც დიდება უფლის და ვეღარც ღრუბელი. მხოლოდ იესო იხილეს ისეთი, როგორცაც აქამდე ხედავდნენ წლების განმავლობაში. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩაქრა ქრისტეში დიდება და ნათელი. მათ დაეხურათ გონების თვალი. ვეღარც გონების თვალი და ვეღარც ხორციელი თვალით ვეღარ ჭრედნენ ღვთის დიდებას. აი ეს არის ნამდვილი შინაარსი სახარების დღევანდელი საკითხავისა და დღევანდელი დღესასწაულის რაობისა, რომელსაც დავამთავრებდი წმინდა იოანე დამასკელთან ერთად. დავიწყეთ რა განმარტება მისი სიტყვებით, დავასრულოთ მისივე სიტყვით. მას მოვედით თანამოშურნე შევეფრეთ მოწაფეთა მორჩილებას, ზადყოფნით შეუდგეთ ქრისტეს ხმას, ჩამოვიყაროთ ჩვენგან ვნებათა მტვერი, ურცხვენელად აღვიაროთ ზეღმრთის საცხოველისა, ღირს ვიქმენით რა აღთქმისა მიღებისა, აღვიდეთ სათნოებათა მწვერვალზე, რომელიც სიყვარულშია, სადაც შევიქმნებით ღილველი დიდებისა და მსმენელი გამოუთქმელთა სიტყვათა. ჭეშმარიტად, როგორც თქვა უფალმა, თვალი თქვენი ნეტარ არიან, რამე თუ ხედვენ და ყურნი თქვენი რამე თუ ესმის, რამე თუ მრავალთა წინასწარმეტყველთა და მართალთა გული უთქმიდა ხილვად, რომელსაც თქვენ ხედავთ და არა იხილეს და სმენად, რომელი გესმის და არა ესმა, რომელსა მხოლოსა ქრისტე მაცხოვარსა შვენის ყოველგვარი დიდებაი, პატივი და თაყვანისცემაი, თანა მამით და სული წმინდით აზდა მარადის და უქონითი ქონისამდე. ამენ. ესევე საგულისხმო რამ აღსრულდა დღეს ეკლესიაში და აღსრულდება ყოველფერი ცვალება დღეს, როდესაც წირვის დასასრულს ვენახის ნაყოფი, ანუ ყურძენი იკურთხება. ალბათ თქვენ იცით, რომ ვენახს ოთხმაგი მნიშვნელობა აქვს, განასახიერებს, ესე იგი, პირველ ყოვლისა ქრისტე მაცხოვარს. თავადაც ამბობს ერთ-ერთ ქადაგებაში, მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი. და დღეს რომ ვენახის ნაყოფი იკურთხა, აში კრებსით მოიაზრება ქრისტესერი, ანუ ჩვენ მორწმუნეები, დაილოცა არა მხოლოდ ვენახის ნაყოფი ყურძენი და ამით კურთხევა გვეძლება და მანამდე ყურძენს ჩვენ არ ვჭამთ, არ ვიხმევთ ქრისტიანენი, არამედ მისტიურად იდუმალ ამ ლოცვაში იკურთხა ქრისტესერი, რადგან ვენახი ქრისტეა და ჩვენ მისი რტონი და ტევანი ვართ. ამენ.